ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება არის პროცესი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მოსწავლის პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. შეფასება გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი ან სპეციალისტები აფასებენ თქვენი შვილის ან ზრუნვის ქვეშ მყოფი პირის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს, რაც მნიშვნელოვანია სწავლასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების მიზანია მოსწავლემ მიიღოს მხარდამჭერი მომსახურებები და სრულყოფილად შეძლოს სასწავლო პროცესში ჩართვა. ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში თქვენს მომართვაზე რეაგირების მიზნით შეფასების სპეციალისტი დაგიკავშირდებათ. წინასწარ შეგითანხმებთ შეფასების დღეს, დროს, ადგილსა და მომსახურების ხანგრძლივობას. შეხვედრისას სპეციალისტი გაგესაუბრებათ ბავშვის შესახებ. შეაფასებს მოსწავლეს პირს სტანდარტიზირებული და აღწერითი ტესტების საშუალებით, შეისწავლის სკოლის გარემოს და შეაგროვებს ინფორმაციას იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც მუშაობენ თქვენ შვილთან ან ზრუნვის ქვეშ მყოფ პირთან სასკოლო თუ არასასკოლო გარემოში. თქვენი მხრივ მნიშვნელოვანია შეფასებელს მიაწოდოთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბავშვის შესახებ. შეფასების პროცესში სპეციალისტი მოიპოვებს ინფორმაციას თქვენი შვილის ან ზრუნვის ქვეშ მყოფი პირის წერის, კითხვის, თხრობისა და მათემატიკური უნარების შესახებ. ასევე იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას, როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას ან გეგმავს და გადაჭრის პრობლემებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორ შეუძლია მას საკუთარი სათქმელის გაზიარება, თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობა, როგორ გამოხატავს ემოციებს და იქცევა სხვადასხვა გარემოში, იცავს თუ არა უსაფრთხოების წესებს. შეფასებისას სპეციალისტი აკვირდება, როგორ გადაადგილდება მოსწავლე პირი და როგორ მანიპულირებს მცირე ზომის საგნების გამოყენებით. ბოლოს კი აფასებს ბავშვის დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარებს. მოპოვებული ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ სწავლის სირთულეების შესაძლო მიზეზები და განვსაზღვროთ მხარდაჭერის შესაბამისი სტრატეგიები. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. შეფასება შესაძლოა დასრულდეს ერთ დღეში ან გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების შემდეგ სპეციალისტი ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელიც ეგზავნება მოსწავლის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს და ან საგანმანათლებლო დაწესებულებას. რომ შევაჯამოთ, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების მიზანია ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევების შეფასება და იმგვარი მხარდაჭერის განსაზღვრა, რომელიც ყველა მოსწავლეს მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე და დაეხმარება შესაძლებლობების გამოვლენასა და თვით რეალიზებაში.